დღეს უნდა გაჩვენოთ წმინდა არჩილ მეფის საფლავი თიანეთის მუნიციპალიტეტში, წმინდა არჩილ მეფის მონასტერში ვიმყოფებით, საოცარი ბუნება აქ წარმოუდგენელი სილამაზე და ახლა შევალ ეკლესიაში და გაჩვენებთ საფლავს წმინდა მეფის. სხვათა შორის ივლისია დღეს და საკმაოდ ცივა. ივლისის თვეში ასეთი სიცივე არავის არ ახსოვს. განსაკუთრებით თიანეთში იგრძნობა ეს სიცივე. ეს უკვე მონასტერია. დღეს 4 ივლისია და წმინდა არჩილ მეფის ხსენების დღეა ძველი სტილით. გილოცავთ ყველას. ასეთი ტაძარია. მონასტრის ეზოა ეს. შეგნით ლოცვა მიმდინარეობს, ამიტომ არ ვსაუბრობდი. ეს უკვე მონასტრის შიდა ტერიტორია, ესეთი სილამაზეა აქაც. მამაო, ვიდეოსთვის რამდენიმე შეკითხვა რომ დაგისვათ შეიძლება? რომ მოგვიყვეთ ამ მონასტერზე დღევანდელ დღეზეც რამდენიმე სიტყვა რომ გვითხრათ დღეს წმინდა არჩილ მეფის ხსენების დღეა ძველი სტილით. ვიცით. 750 წელს მოხდა ეს ამბავი. თავი მოხდა ქრისტიანობა შეერჩია რა. პირველი ქრისტიანი მეფე და მეორე ლუარსაბი გიორგი სააკაძეშვილი გამოდის. დიახ. რომელმაც იგივე გაიმეორა ასტრაბადის ციხეში მოკვეთეს თავს. და საბლით მოახჭებინა შახმა. საბლით, საკულის დასაბმელი საბლით. დიახ. ეკი ეწოდინებათ. კი. აქაურობაზე რომ მოგვიყვეთ მონასტერზე, როდის დაფუძნდა, ასე ვთქვათ, სამონასტრო ცხოვრება როდის დაიწყო. ეს ტაძარი წმინდა მეფის აშენებულია? ახლა იქ არის შეშენებული. დიახ, ვაჩვენი რამდენიმე წუთის წინ. მეუღლემ გადმოუსვენა, მე თავი რომ მოხვდეს. მეუღლემ გადმოუსვენა, ფშავლებმა გადმოუსვენა, გოდერძიანთ სოფელს ეძახიან იქით. აი მთებში ცხოვრობენ და გადმოუსვენა. დიახ. ამ მონასტერზეც რომ გვითხრათ თქვენს მონასტერს. 6 ვართ აქ მონასტერში. დიახ. როგორ ცხოვრობთ? როგორ? რას ეტყოდით საქართველოს ახლა თქვენ დარწმუნებული ვარ გნახავენ და აი რა იქნება თქვენი სათქმელი საქართველოს მიმართ? ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პოლიტიკაში არ ჩავერიოთ. პოლიტიკაზე არ გეუბნებით. ჩვენ არ გვაინტერესებს და ეს კულტურული ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაც არის, ვცდილობთ მაქსიმალურად აღვადგინოთ. მთავრობას გვერდში დავუდგეთ და აღვადგინოთ ეს. დიახ. თქვენი დალოცვა როგორი იქნება? საქართველოს მოსახლეობის დალოცვა. როგორ დალოცავთ? მე ყველა ქართველი მიყვარს. ოპოზიცია გინდა ის
ისინიც რომ ბრძოლობენ კაი საქართველო უნდა და იმიტომ ეხლა ისინი რომ ჩიჩხინებენ ცოტას აფხიზებენ მთავრობას ოპოზიცია აფხიზებს მთავრობას უოპოზიციოთ არ შეიძლება უნდა იყოს მაგრამ ეგეთი ოპოზიციაც არ ვარ რომ ყველგან საქმე გაუფუჭოს საქართველოს ეგეთი ოპოზიცია არა მე მამა პოლიტიკაზე არ მინდა საუბარი უფრო დალოცეთ ეხლა ვინც უყურებს ამას უყურებენ ეხლა ამ წუთას არა მაგრამ როცა ნახავენ ვინც ნახავს ამ ვიდეოს კეთილი მადლობა დიდ როგორ დალოცავდით მაყურებელს ეს მინდოდა მეკითხა მაგრამ ალბათ ერთმა დალოცოს შენი სამშობლო საქართველო ვიყვარდეს ერთი მეორე პატივი ვცეთ ქართველებმა ერთი მეორეს დიახ თქვენი სახელი როგორ წარგადგინოთ აგათ ანგელოზი მადლობა დიდი მადლობა ესეთი სილამაზე აქ კიდევ ერთხელ მინდა დაგანახოთ ხედი რომელიც ესე მოჩანს აქედან კადრში არ ჩანს მაინც და მაინც ეს უკვე ჭიშკარია შემოსასვლელი. ამ სიმშვიდეში, ამ სილამაზეში, ამ სიწყნარეში თან წმინდა მეფის ტაძართან ყოფნა ძალიან დიდი ბედნიერებაა და ყველას გისურვებთ, რომ ერთხელ მაინც მოხვდეთ აქ ცხოვრებაში. ვინც ნამყოფი არ ხართ, მათთვის ვამბობ. საოცარი ბუნებაა ნამდვილად. სიჩუმე სიწყნარე ძველი ხეები და არაჩვეულებრივი გარემო. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვინც ბოლომდე გვიყურეთ წმინდა მეფე არჩილის ხსენების დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.